გაგანია ზაფხულში ეს და ეს ეგრევე კარადას შეინახე რომ გეუბნები ხო გია კაი ეს მართლა უნდა შეინახო მაგრამ D ვიტამინს და ომეგა-3-ს რატო ინახავ დიდი ალბათობით ამას იმიტომ გეუბნებიან რომ ომეგა-3 და D ვიტამინი ერთმანეთშიერებად და მართალია D ვიტამინზეც არასწორია ეგ მოწოდება მაგრამ ამ ვიტამინში ომეგა-3-ზე მოგიყვება 1000 რჯულის ხალხია და 1000 სულელს მოისმენ და მართალია შენი ორგანიზმი ამ 1000 ერთად აღებულზე უფრო მეტად ჭკვიანია მაგრამ უნდა იცოდე რომ არსებობს კონკრეტული ესენციური ნივთიერებები რომლებიც გარემოდან თუ არ მიაწოდე შენს ორგანიზმს თავად ვერ წარმოქმნის არ აქვს მნიშვნელობა ზამთარია თუ ზაფხული ეს ესენციური ნუტრიენტები თუ საკვებიდან ან საკვები დანამატი სახით არ მიიღე ვერც მზე და ვერც მამაზეციერი ორგანიზმში მას ვერ დაგისინთეზებს ამ ვიდეოში მე როგორც პერსონალიზებული ნუტრიციოლოგის ერთადერთი მაგისტრი ჩვენ ქვეყანაში მოგიყვები რატომ არის ომეგა-3-ის დეფიციტი ერთ-ერთი მთავარი მეტაბოლური კატასტროფა შენთვის არ აქვს მნიშვნელობა ზაფხულია თუ ზამთარი და რატომ არის ომეგა-3 ქალის ჰორმონალური სისტემის ოქროს ვალუტა რომელსაც მთელი ქვეყანა აიგნორებს და მე ამ ფასს საკუთარი ორგანიზმის ხარჯზე იხდის. აი რატო გონია ყველას რომ ომეგა-3 მხოლოდ ზამთრის დანამატია არ ვიცი. ფაქტია რომ ცოდნა არა აქვს და ან ხშირად უბრალოდ D ვიტამინს შეერება და ეს არის კატასტროფული შეცდომა. იმიტომ რომ D ვიტამინი არის ვიტამინი პრეჰორმონი, რომელსაც შენი ორგანიზმი მზის მეშვეობით ასინთეზებს, ხოლო ომეგა-3 არის შენი ნერვული უჯრედების, ნეირონების, მემბრანის კედლის საშენი სტრუქტურა. ეს არის პოლიუჯრედი ცხიმოვანი მჟავა და ეს ორი რადიკალურად განსხვავებული რაღაცაა. მზეზე D ვიტამინი შეიძლება მართლა მოგემატოს, მაგრამ ვერც ერთი რაოდენობით მზის სხივი ვერ წარმოქმნის შენს ორგანიზმში ომეგა-3-ს, კონკრეტულად EPA-ის, ეიკოზაპენტაენის და DHA-ის, დოკოზაჰექსაენის მჟავას, რომელიც ომეგა-3-ის ორი ოჯახის წევრია. ზე კი არა, ვერაფერი ვერ წარმოქმნის საჭირო რაოდენობით ამ საკვებიდან, ან საკვები დანამატების სახით არ მიიღე. თან რო იცოდე შენი ტვინი არის სველი, ცხიმის გროვა 1.5 კილოგრამიანი, რომელიც თავში გიდევს. ზოგიერთში მეცი ტონის ეს ორგანო, ზოგიერთში ნაკლავს, მაგრამ ყველასთან ეს ორგანო დაახლოებით 70% წყალია. ხო გაიგია? დარჩენილი მასის უმრავლესობა ცხიმითაა ნაშენები და ამ ცხიმში ლიდერი ომეგა-3 კონკრეტულად DHA-ია. DHA არის საწვავი. ეს არის სამშენებლო სტრუქტურა შენი ნერვული უჯრედის მემბრანის გარსისთვის და ასევე მიელინის გარსისთვის, რომელიც არის იზოლაცია შენი ნერვული უჯრედების გადამტან მთლიან სიგრძეზე იმისთვის, რომ ინფორმაცია ერთი წერტილიდან მეორეში სწრაფად და სწორად მიაღწიოს. როცა ომეგა-3 გაკლია, შენი ტვინი იწყებს ამ იზოლაციების შეკეთებას, შეიძლება სხვა ცხიმები ჩართოს საქმეში, რის გამოც შენი ნერვული სისტემა ზიანდება, ამასობაში ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე შეიძლება შენელდეს ასაკის მატებასთან ერთად. მერე გეწყება სიტყვის დავიწყება, აზროვნების დაქვეითება, კოგნიტიური ფუნქციების შეფერხება, მაგრამ ყველაზე საინტერესოა, როგორ ამჩნევ იმას, როცა ერთ დღეს იღვიძებ და ხვდები, რომ შენი ტვინი უფრო შენელდა. აი ხო გქონია ესეთი მომენტი, როცა სიტყვის თქმა გინდა და გავიწყდება, ან ოთახში შეხვედი, რაღაცას ეძებდი და ცოტა ხანში საერთოდ გავიცვალა, რომ ოთახში ხარ და რას ეძებ. ამას ჩვენ გადაღლილობას ვეძახით, როცა რეალურად ეს არის ტვინის ნისლი. აგლოგა ბევრად უფრო სასტიკია და წარმოიდგინე შენი ნერვული სისტემა არის ათასობით დენის სადენის ერთობლიობა. ამ სადენს ყოველდღიურობაში რო ვიყენებ, გარედან იზოლაცია ხო ჭირდება. სწორედ ეს იზოლაცია შენი ფიზიოლოგიისთვის ომეგა-3, კონკრეტულად DHA ცხიმოვანი მჟავა. აი ეს სადენი თუ დაზიანდა, რა ხდება? ინფორმაცია გზაში გაჟონავს ელექტრული დენი ერთი წერტილიდან მეორეში ან ვერ მიაღწევს, ან არაეფექტურად მიაღწევს. სწორედ ესე ემართება შენს კოგნიტურ ფუნქციებს, აი რაღაცის გახსენება რო გინდა და ენაზე რო გადგა სიტყვა და მე რო გეტყვიან, ბიჭო, გადმოყავი ენა და გავიგებ რაც გინდაო, შენც გადმოყოფ ენას. და გაგინათდება, გაგახსენდება, წაიკითხავენ. სწორედ ესე მუშაობს ომეგა-3 შენი ნერვული სისტემისთვის. მაგრამ ომეგა-3 ასევე მოქმედებს განწყობაზე, რომელიც ძალიან ბევრს გონია, რომ განწყობა უბრალოდ ემოციაა, მაშინ როცა რეალურად განწყობა საფუძველი შენ ფიზიოლოგიაში და ტვინში წყდება. ხშირად გაიგონებ ტერმინს ბედნიერების ჰორმონები, мотиваციის ჰორმონები, დოფამინის, სეროტონინი, ჯერ-ერთი ეს ჰორმონები კი არა, ნეიროტრანსმიტერებია და მერე ისინი ბედნიერებას კი არ განიჭებენ, არამედ ინფორმაციის გადამტანი მესენჯერები არიან. წარმოიდგინე შენს ორგანიზმს და ნერვულ სისტემას ერთმანეთთან კომუნიკაცია ჭირდება. აი ეს ნეიროტრანსმიტერები არიან ფოსტალიონები, რომელსაც ერთი წერტილიდან მეორეში ინფორმაცია გადააქვს, მაგრამ რაც შეგჭირდება ფოსტალიონი თუ სახლში მიმღები არავინ დახვდა. კარი ჩაკეტილი, ჩარაზული, დაჟანგული იყო და ინფორმაცია ერთი წერტილიდან მეორეში ეფექტურად ვერ მიეწოდა. სწორედ აქ შემოდის ომეგა-3 ისევ კერძო DHA, რომელიც არის ამ დაჟანგული კარებების დამზეთავი. შესაბამისად, მოტანილ ინფორმაციას საფოსტო 5-დან მარტივად გადაეცემა დანიშნულების წერტილში, ანუ შენი კარი კარგად იღება, უშვებს ამ სიამოვნების ჰორმონ მესენჯერებს, რის შედეგადაც შენი ემოციური სტაბილურობა, კოგნიტური ფუნქციები კიდევ უფრო იბუსტება. მაგრამ თუ ჯანსაღი ცხიმების და ომეგა-3-ის დეფიციტი გაქვს და ეს დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა, ეს გეტყობა ემოციაზე, გეწყება აპათია, დეპრესიის
სიმპტომები, мотиваცია გიქოიცდება, მე მიდიხარ და გონია რომ წამლები გჭირდება, თურმე ომეგა-3-ის გამოსწორება დაგეხმარება. და თუ ომეგა-3-ის დეფიციტი გაქვს, ესე იგი აი ამ DHA-ისთან ერთად გაკლია მისი ძმა, მეორე ოჯახის წევრი ომეგა-3-ის EPA. EPA-ის არის ეიკოზაპენტაიონის მჟავა და თუ DHA იყოს სამშენებლო მასალა, EPA არის თავარი ანტიოქსიდანტი შენს ორგანიზმში, მათ შორის ნერვულ სისტემაში. აი ხო გახსოვს იმპულსების გადაცემას, რომ უწყვეტი ჯაჭვი ჭირდება. აი იმ უწყვეტი ჯაჭვის გზაზე შუალედში ხელისშემშლელმა ფაქტორებმა, ანთებითმა პროცესებმა რომ დაარდააზიანოს შენი ნერვული სისტემა, EPA როგორც თავარი ანტიოქსიდანტი მოდის და ამ ანთებას აცხრობს. რის შედეგადაც კიდევ ერთხელ ინფორმაცია ერთ წერტილიდან მეორემდე დაუბრკოლებდათ და სწრაფად გადაიცემა. აბა მე გიჟგია რომ სულსოლგარის ომეგა-3 რო გავიძახი ცოტაც და უკვე ფარფლები ამომივა. ხუმრობა იქით იყოს და ყურადღება მიაქციო რა და ამასაც ყიდულობ იყოს კარგი ხარისხის, იმიტომ რომ დანამატის დალევის მერე თევზის სუნი თუ აგდის, ესე იგი ეგ ომეგა-3 დაჟანგულია და თან არაფერში გერგება. მაგრამ თუ გონია რომ ომეგა-3 მარტო იმიტომ უნდა მიიღო, რაც ახლა მოგიყავით ძანწდები. ეხლა გავდივართ ნაწილზე, სადაც ვახსენებთ, რამდენად დიდი როლი უჭირავს ომეგა-3 ქალის ჰორმონულ სისტემაში. სანამ ქალის სუპერძალებს გადავალთ, ერთ რამაზე შევთანხმდეთ. ომეგა-3 არ არის მხოლოდ ერთი მოლეკულა. როგორც ვნახეთ, მას ყავს ოჯახის წევრები. ომეგა-3-ის ორი მთავარი ოჯახის წევრი, ეს არის EPA და DHA, რომელსაც ძირითადად ცხოველურ სამყაროში ვხედავთ, მას იღებთ ზღვის პროდუქტებისგან, თევზისგან, ორაგულისგან. მაშინ როცა არსებობს ნაშვილები ომეგა-3 ალა, რომელსაც მცენარეულ სამყაროში ხვდებით, ეს არის თხილეულ თესლეული, ნუში, ჩიას თესლი, სელის თესლზეცი და სხვა. ეს სამივე ომეგა-3 ოჯახის წევრები არიან, თუმცა კრიტიკულად განსხვავებული როლი უჭირავთ ადამიანის ჯანმრთელობაში. აქ პრობლემა ისაა, რომ შენს ორგანიზმს საერთოდ არ აინტერესებს ალა. მცენარეული ნაშვილები ომეგა-3 მისთვის მნიშვნელოვანი EPA და DHA-ის ბალანსია და სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ მცენარეულ სამყაროში ომეგა-3-ს უფრო დიდი ოდენობით ხვდებით, მათი კონვერტაციის ხარისხი ეფექტურ EPA-თ და DHA-თ ბევრად უფრო ნაკლებია. კაცებში ეს საერთოდ კატასტროფაა. 1-დან 4%-მდე ხდება კონვერტაცია ალადან DHA-ში, რაც ნიშნავს იმას, რომ სანამ კაცი ნიგოზისგან ომეგა-3 შეიცავს, შეივსებს მაქამდე 457 კილო გახდება, გაგურდება და მოკვდება. სწორედ ამიტომ გვირჩევნია ომეგა-3 მივიღოთ ცხოველური წყაროებიდან ან საკობი დანამატების სახით. მაგრამ როცა საქმე ეხება ქალს, მისი ორგანიზმი ძალიან ჭკვიანია და აქ მოდის ჰორმონი ესტროგენი, რომელიც არა მარტო შენი მენსტრუალური ციკლის და სასქესო ჰორმონია ქალის შემთხვევაში, არამედ არის მთავარი სამშენებლო დირექტორი. რას აკეთებს ესტროგენი? ესტროგენი კიდევ უფრო მეტად რთავს და აქტიურებს იმ ფერმენტებს, საიდანაც ალა, მცენარეული ომეგა-3-დან DHA ცხოველური ტიპის აქტიური ომეგა-3 მიიღება. რაც ნიშნავს იმას, რომ კაცებთან შედარებით, სადაც 1-4% იყო კონვერსია, ქალებში ეს კონვერსია 2-ჯერ, 3-ჯერ იზრდება. რა ჭკვიანია შენი ორგანიზმი. იცის, რომ ქალს ომეგა-3 კრიტიკულად ბევრ პროცესში ჭირდება, მით უმეტეს მაშინ, როცა თავისი ორგანიზმის ასლს აშენებს, შვილოსნობისას, ორსულობისას. შესაბამისად, ამ წერტილში ჩვენ ვიცით ომეგა-3-ის დამატება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ გაისახოს ნაყოფის ჯანმრთელობაზე და არსებობს ძალიან დიდი ორგანიზაცია და კვლევა, რომელმაც დაამტკიცა, რომ ომეგა-3-ის დამატებითმა და ადეკვატურმა მიღებამ ქალებში, ეს ერთ უნდა იმახსოვრე, 42 ერთი დავსვით 42% შეამცირა ნაადრევა დაბადების რისკი. წარმოვიდგინე 42% ეს არის სრული სიგიჟე. ან კიდე ხო გიგია PMS-ის დროს, მენსტრუალური ციკლის, მენსტრუაციის ბაჟში შენი ემოცია რომ იცვლება. ზოგჯერ ადამიანების მოკლა რო გინდა, მერე სიცილი და მერე ტირილი. ამას ისე მივყვავართ ემოციების ბალანსამდე, როგორც გითხარი, ემოცია მხოლოდ ჩემი ფსიქოლოგია არ არის, მას ფიზიოლოგიაში აქვს საწყისები. როგორც ნახეთ, ომეგა-3-ის ადეკვატური მიიღება PMS-ის დროს ამასობაში აუმჯობესებს შენ ხასიათს, კოგნიტურ ფუნქციებს, უნარებს და თუ შენს ორგანიზმში PMS-ის დროს ტკივილები, ნეგატიური განცდები დიდი გაქვს, იცოდე რომ ეს მარტო ფიზიოლოგია და ემოცია არ არის. აქ შემოდიან პროსტაგლანდინები, ანუ ანთების მარკერები, რომელიც სხვა შორის ომეგა-6-ისგან იწარმოება, რომელიც განაპირობებს ძირითადად ტკივილის და დისკომფორტის სიმპტომებს. მაშინ როცა საქმეში ომეგა-3 შემოდის, ის სრული ანტიპოდია ამ პროსტაგლანდინების, ანუ ანტიანთებითი ფუნქციებით შენ შეგიძლია მთლიანი თვე, მათ შორის შენი ჰორმონალურად ქაოტური ცვლადი პერიოდი, გაიარო მეტად უმტკივნეულოდ, უფრო მეტი ემოციური ბალანსით, რომელიც დაგეხმარება ჯანსაღყოფის გზაზე ყველა მიზნის შესრულებაში. მაგრამ ამდენი ლაპარაკის მერე ხა მეტყვი DHA და EPA და ალა, სად რამდენია, რა ვიციო, ხო და დამელოდე ვიდეოს ბოლოს შენთვის საჩუქარი მოხს. მაგრამ აქამდე სანამ მელოდები შეგიძლია ომეგა-3-ის დანამატი აიღო და გადმოატრიალო, იმიტომ რომ ყველაფერი ეტიკეტშივე წერია. აი მაგალითად, ეხა ყველა ეტიკეტს გარეკანზე ეწერება, რამდენ ომეგა-3 შეიცავს. როგორც აქ არის
950 მგ EPA და DHA. ეხლა ეს რას ნიშნავს? რამდენ ომეგა-3-ს მაძლევს ჯამში და მაგათგან რამდენია ეფექტური DHA და EPA-ის ფორმა. ამისთვის გარეკანმა რო არ მოგატყუოს, გადმოვატრიალებთ ეტიკეტზე. მიწერია საერთო ჯამში total ომეგა-3 950 მგ, აქედან EPA 504 მგ და DHA 378 მგ. ცოტა კალკულაციას თუ გავაკეთებთ 892 მგ, რაც ნიშნავს, რომ 93% აი ერთი ულუფისგან მიღებული ომეგა-3 ის ეფექტური ფორმა იქნება, რაც გვჭირდება, 7% იქნება ფილერი, შემავსებელი სხვა ცხიმები, რომელიც ძალიან კარგი ბალანსია. რატომ უნდა იყოს ყურადღებით? ზოგჯერ აქ დაინახავ, არ ვიცი, 1000, 1300 დიდ რიცხვებს, მაშინ როცა გადმოატრიალებ და ნახავ, რომ EPA-ის და DHA-ის შემადგენლობა უფრო ნაკლებია. 1000-დან იღებს 300 მგ, რომელიც არაფერში წერია. ამიტომ სოლგარის დანამატში გამიმართლა იმედები, რაც დავინახეთ და რაც წავიკითხე მაგან, ჩვენი დანამატია და აქვე ამვილაბის, რომელსაც კიდევ უფრო მაღალი შემცველობა აქვს EPA-ის და DHA-ის ჯამში, დაახლოებით 1400 მგ. მოკლედ, ამ ყველაფერს უნდა მიაქციო ყურადღება, როცა საკვებ დანამატყიდულობ, იმიტომ რომ რეალურად საკვები დანამატების ხარისხი ხშირად განიმარტება როგორც მხოლოდ მისი ეტიკეტი. შენ თუ არის სწავლე ეტიკეტის საკითხვა და სწორად განმარტება რა გჭირდება და რამდენი გჭირდება, ხშირად მარკეტინგის სხვადასხვა არ გახდები. რატომ არ შეიძლება ამდენს? რატო და მნიშვნელოვანია იცოდე, რომ შენს ორგანიზმში ომეგა-3-ის ბალანსს ესე მარტივად სისხლის ანალიზით ვერ გაიკეთებ. საქართველოში ეგ პანელი არ აკეთდება, სადაც ომეგა-3 და ომეგა-6 გამოვარკვევ და სადაც კეთდება, იქაც სისხლის ფასი აქვს. ამიტომ ერთადერთი გზა დაგრჩა, რომ გადახედო შენს კვების რაციონს. სიმართლე მხოლოდ იქ წერია, რა საკვებს იღებ დღის განმავლობაში და რომელ საკვებში ხვდებით საერთოდ ომეგა-3-ს. და თუ შენ არ იყვები ჯანსაღად და არ იღებ ყველა საკვებ ჯგუფსა, როგორც წესი ეს ხშირად ხდება დღევანდელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, მაშინ იცოდე, რომ საკვები დანამატი არის სიბნელეში განათების ხშირადი, ყველაზე ეფექტური და ზოგიერთი ადამიანისთვის ერთადერთი გზა. მაგრამ ეხლა არ გაინტერესებს გაიდლაინებით რა დოზა უნდა მიიღო? ან რამდენი ომეგა-3 გჭირდება ყოველდღურად და რომელ საკვებში და საკვებ დანამატში იპოვა? სწორედ ამისთვის აი ეს QR კოდი დაასკანერე, გადმოგიყვანს მინი კურსზე, სადაც ზუსტად გაიგებ, სად ხვდები ომეგა-3-ს ცხოველურ მცენარეულ სამყაროში, სად ხვდები ომეგა-3-ის კარგ დანამატებს და როგორ გაარჩიო ერთმანეთისგან, ანუ მოკლე გაიდი და ხვდება ომეგა-3-ის დანამატებში გამოსარკვევი. ამ ლინკზე რო გადმოხვალ, შემოგეხმიანებით, შემოგიყვანთ სივრცეში, სადაც ეს და სხვა ბევრი მინი კურსი დაგხვდება, რომელიც ჯანსაღი ვებსაიტზე აუცილებლად დაგეხმარება. მოკლედ, დაასკანერე QR-ი, თუ არ ასკანერებ, მაშინ ლინკი ნახე, რომელიც აღწერაშია და ჩვენ მეორე მხარეს შევხვდებით.